საზოგადოებრივი ასამბლეა, ასე ჰქვია საზოგადოებრივ პოლიტიკური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც თბილისში 8 თებერვალს დაფუძნდა. პლატფორმა, რომელიც ამჟამად 3000-მდე პირს აერთიანებს, იმუშავებს, რათა წვლილი შეიტანონ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში. მშვიდობიანი პროტესტის წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტასა და საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებაში. საზოგადოებრივი ასამბლეა არის მცდელობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებმა მოახდინონ საერთო ხედვების კონსოლიდირება, რათა ვიპოვოთ გამოსავალი იმ რთულ კრიზისიდან, რომელშიც ვართ. ბუნებრივია დღეს საზოგადოება გაერთიანებულია ორი მოთხოვნის გარშემო, ეს არის არჩევნების დანიშვნა და ტერორის დასრულება, რათა დასრულდეს ესკალაცია და დემოკრატიულმა არჩევნებმა გადაწყვიტოს გზა გაუხსნა საქართველოს მომავალს. საზოგადოებრივი ასამბლეის სწორედ მთავრესი ამოცანა ესაა, თუმცა პარალელურად ასამბლეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფები ფიქრობენ, როგორი საქართველო გვინდა. ღონისძიების მთავარი სათქმელია, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ და ძალა ერთობაშია, როგორც ჩვენი მოტო გერბზე გამოსახული გვეუბნება. საზოგადოებრივი ასამბლეა არის რეალურად ხიდები ადამიანებს, ჯგუფებს, ნებისმიერ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ ჯგუფს შორის, რომელმაც უნდა გააძლიეროს პროტესტი და წარმოქმნას გარკვეულად ზეწოლის მექანიზმი, საზოგადოებრივი ზეწოლის მექანიზმი. დამფუძნებლების განცხადებით 1917 წლის ეროვნული ყრილობის მსგავსად საზოგადოებრივი ასამბლეა წარმოადგენს ღია, ინკლუზიურ და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ სივრცეს, რომელიც შექმნილია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა ერთობლივად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მშვიდობიანი, სტრატეგიული მიდგომით დაძლიონ მიმდინარე კრიზისი. დაგვეწყო და შეგვექმნა სივრცე ამ შინაარსებისთვის. მე მგონია, რომ მთავარი დეფიციტი ზუსტად ამ შინაარსებზეა პოლიტიკურ ველზე და ჩვენ ვეცდებით გარკვეული მოდელები შევქმნათ დოკუმენტების, მსჯელობების, აღქმების სახით იმისთვის, როგორ უნდა ეურთიერთებოდეს პოლიტიკური კლასი საკუთარ მოქალაქეებს, როგორ უნდა მოხდეს ერთმანეთისგან გათიშული ჯგუფების დაკავშირება და როგორ შეიძლება ცენტრის, პერიფერიის ერთმანეთთან შეკავშირება, იმიტომ რომ ეს გვესახება ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტად იმისთვის, რომ ძალიან მოკლე დროში ძლავრად და ეფექტურად შევძლოთ პოლიტიკური კრიზისის დაცლება. ჩვენ ვხედავთ ბოლო ხანებში, როგორ თვითორგანიზდება სამოქალაქო სექტორი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და ასამბლეა ეს არის კიდევ ერთი მცდელობა აი ამ თვითორგანიზების, ოღონდ გაცილებით უფრო მასშტაბური, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერეს ჯგუფები, სხვადასხვა პროფესიული სფეროების წარმომადგენლები ერთიანდებიან იმისათვის, რომ პოლიტიკურ სპექტრთან ერთად განიხილონ უმთავრესი ეგზისტენციალური საჭიროებათა საკითხები. როგორც ცნობილია, ასამბლეაში გაწევრიანება შეუძლია ყველას, ვინც მის პრინციპებს ეთანხმება. ანა ალელიშვილი, ევრონიუს, ჯორჯია.